11 მილიარდ დოლარზე იყო თორსტელი საუბარი 2022 წელს გადმორიცხული, არა 11 მილიარდი არ გადმორიცხულა, გადმოირიცხა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი ჩვენი ემიგრაციისგან. ეს არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და ძალიან ბუნებრივია ყველა ოჯახი მადლობელია და სწორედ უყურებს ამ მნიშვნელოვან შენადან საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახების ასე ვთქვათ კეთილდღეობაში, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხო არ ჩარიცხულა, ეს ფული ჩაირიცხა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან უცხოეთში და ესეც სავსებით გასაგებია ჩვენთვის რამხელა შრომასთან, რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული ის, რომ იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში გზავნიან. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ბერძნულ მხარესთან არის ერთი კონკრეტული დავა, სადაც არის ცალსახად არის ნამსჯელი და კონკრეტული დასკვნები გამოტანილი, რომ ვერნანაირი საერთაშორისო შეთანხმება, პაქტი ორ სახელმწიფოს შორის თუ მრავალ სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულება ვერ შეუქმნის სხვა ქვეყანაში იგივე სათანადო პირობებს არჩევნების ჩასატარებლად მეორე ქვეყნის მოქალაქეებს. გამორიცხულია ეს. გამორიცხულია იმიტომ, რომ მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი იმისა კონკრეტული მეტრაჟია დადგენილი, რომლის შიგნითაც დაუშვებელია პროპაგანდირება და აგიტაცია. ამას მინდა ადგენს უცხო ქვეყანაში, საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბანში. იმ ქვეყნის პოლიცია თუ დაცვის სამსახური, რომელიც იცავს ამ შენობას, ხობუნებრივია ეს არის არალოგიკური. ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთადერთი სივრცე, სადაც არის შესაძლებელი დამოუკიდებელი, გააზრებული ამ პოლიტიკური მდგენელის, ასე ვთქვათ, არში ჩაცნობილი და ამავდროულად თავისუფალი ზეწოლებისგან გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა, მიიღოს ემიგრანტებმა და ეს არის საკუთარი სამშობლო. ძალიან კარგად იცით, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლება ხმის საყოველთაობა. ის რიცხვი, რაც თქვენ მოიყვანეთ, მაგალითად, რომ იყო დაბალი აქტივობა, ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალიც, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ბევრ ემიგრანტს არ მიეცა ასევე საშუალება, რომ მისულიყო უბანზე და ხმა მიეცა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ზრუნავდეთ, რომ ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებზეც პრინციპში დგას ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი, გაუმარტივდეთ ხმის მიცემა და ის, რომ ამ ქვეყანასთან გაწყვეტილი აქვთ სამწუხაროდ ფიზიკური კავშირი მათი სოციალური პრობლემების გამო, რომ ეს კავშირი მაინც არ გაწყვიტონ და ამ ქვეყნის მოქალაქეებად კვლავ იგრძნონ თავი, ამის ნაცვლად ვიღებთ საპირისპიროს. თქვენი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით არის, რომ 4 წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდეს ყველა. 4 წელიწადში ერთხელ კი არა, წლობით ვერ ჩამოდიან ამ ქვეყანაში საკუთარი შვილების სანახავად სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ აქვთ ამის ფუფუნება, იმდენად მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა.